ვინმე ჩემი სტაფილოსფერი კედელი ხო არ მოენატრა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია რომ ყველა კარგად გრძნობთ თავს, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. იმედია რომ კარგი კვირა გქონდათ, განსხვავებით ჩემგან. Anyways, ამ კვირაში გადავწყვეტე რომ TikTok-ზე დამედო რამდენიმე ვიდეო, საიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და ჩემი არხი და subscriber-ისთვისაც უდიდესი მადლობა თქვენ. ძალიან მიყვარხართ და თქვენ ხართ ჩემი мотиваცია უკვე და ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, იმიტომ რომ მესიჯებით ძალიან ბევრი მესიჯი მომივიდა. ზოგი იყო ნაცნობისგან, ზოგი უცნობისგან და ძალიან დიდი მადლობა რომ მასაპორტებთ და მოკლედ ძალიან დადებითი ემოციები მივიღე ამ ყველაფრით. რაც შეეხება ჩემ TikTok account-ს, ძალიან მინდოდა რომ მიმება ჩემი YouTube-ის account-ი, იმიტომ რომ ადრე მახსოვს TikTok-ს ჰქონდა ეგ ფუნქცია, რომ შეგეძლო ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი დაგეკავშირებინა, მაგრამ ძალიან ბევრი კვლევის შემდეგ ძალიან დამეზარა იმის კითხვა, რატო არ შემეძლო მოკლედ ჩემი სხვა აკაუნტების მიბმა, იმიტომ რომ ადრე შემეძლო და ეხლა რა შეიცვალა, ვეღარ გავიგე რეგიონის ბრალიაო თუ იმის ბრალია რომ ნაკლები subscriber-ი მაქვს თუ იმის რომ საერთოდ TikTok-ს არ აქვს ის ფუნქცია რომ შენს გვერდს სხვა ლინკი მიაბა, აღარ ვიცი, მაგრამ მოკლედ შეუძლებელი გახდა. მე დავათვალიერე სხვა კრეატორების გვერდები და ბევრს ჰქონდა მებული და მეთქი მაგრამ ამით არ გავიფუჭე ხასიათი და ჩემ ბოლო ვიდეოს TikTok-ზე ძალიან დადებითი რეაქციები მოყვა და რამდენიმე როგორც გითხარით, subscriber-ები მომემატა. რაც შეეხება დღეს, ძალიან სპონტანურად გადავწყვეტე რომ გავსულიყავი გარეთ, იმიტომ რომ გუშინ ვაპირებდი ვლოგის გადაღებას და რაღაცნაირად ვერ მოხერხდა, ამინდი არ მიწყობდა ხელს, ძალიან რაღაცნაირი ღრუბლიანი დღე იყო და ვერანაირად ვერ მოვახერხე რომ გავსულიყავი გარეთ. და დღეს გამაღვიძა ქარის ხმა. მეგონია ამან დამსაჯა. ქარის ხმა მზე არის, მაგრამ ქარია, მაგრამ არა უშავს რაღაცნაირად შევძლებთ. იმედია ჩემი მიკროფონი გაუძლებს ქარის ხმას. დავტესტოთ. ხო, გადაწყვეტე რომ მეგობრებთან გავიდე გარეთ და ერთად გავატაროთ დღე. რა თქმა უნდა, რას ჩავიცვამ გამოჩნდება აქ. ძალიან მინდა ხოლმე რომ მაშინ ვეკითხეთ რომ ამას ჩავიცვამ და ესე გამოჩნდეს ნელა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემი აუთფიტის აიდეა ტვინში უფრო კარგია ვიდრე ლაივში და მაგრამ მოგატყობთ რომ არ მაქვს მოფიქრებული რას ჩავიცვამ და იმედია რომ გამოვა ეგ აუთფიტი. Let's go. I guess. მოკლედ მეგობრებო, დავიწყე გაკეთება, მაგრამ მომენტში მივხვდი რომ არ მომწონდა, ამიტომ გავიკეთებ ამ ცისფერ ფერს და მოკლედ მოყვითალს, იმიტომ რომ აქ ტონებში მაცვია. როგორც გავიგე, 2026 წელს პრინტების არაერთი წელი იქნება და რა თქმა უნდა ფერებისაც, ოღონდ ძალიან გიჟურად სხვადასხვა ფერები რომ უნდა დაუმთხვიოთ ერთმანეთს, ისეთი სტილის ტანსაცმელი უნდა შეუხამოთ ერთმანეთს. არ ვიცი, ერთი საათი რატო დამჭირდა ამ სიტყვის გასახსენებლად. ძალიან ახლოს უნდა მქონდეს რომ დავინახო. მოკლედ გავაკეთებ და დაგიბრუნდებით რა. I'm torturing myself. ერთი წუთით რა დამრჩა. შემიძლია ეს სრულჭი გავიკესო დღეს. ფაინალი გამოვამზიურო ჩემი დიდი სათვალე. და ასევე ხალხო, იმ დღეს რაღაცა Instagram-ზე შემხვდა, ესე რა ქვია, გოგოების სტრიტზე კატაობდნენ რა. ხო და ერთმა
ანუ lip balm-ი წაუსვა იმას, რა ქვია. Reels და ანუ ახალი ვაქსის იდეა დაიბადა, თუ ეგეც ვაქსი იყო ნეტა. არ ვიცი რა, ჩვეულებრივ lip balm-ს გავდა ის რაღაცა და აი ის გაუსვა კარგად და ანუ უნდა შევახტეო რა თუ რაღაცა. წინაზე ვაითრებიჩი რო იყავი, ჩემი საყვარელი ვაქსი დავკარგე. ანუ კი არ დავკარგე, დამრჩა, შეიძლება რომ მივიდე დამხვდეს კიდეც, მაგრამ ეგ რო გავაცნობიერე, ძალიან ნერვები მომეშალა. ჩემი საყვარელი ფანქარია ეს და როგორც წინაზე გითხარით და ანუ ძალიან მოეწონა ჩემ დასრა. ვუთხარი სადაც ვიყიდე და წავიდე და თვითონაც შეიძინა და მე რაღაც დროს დაკარგა თავისი და ეხლა იპოვნა და მე წავართვი, იმიტომ რომ შევევედრე რომ მეთქე თუ მინდა ყველაფერი შენი იყოს, ოღონდ ყველა დანარჩენი ფანქარი რაც მაქვს შენი იყოს, ოღონდ ეგ მოვეცითქო და ოღონდ რაღაცა სხვა ფერის ფანქრები მქონდა ნაყიდი, რომელიც მეგონა რომ ამ ფერი იქნებოდა, მაგრამ აღარ იყო. ძალიან შემეყვარდა ბეჭდები. ზე ჩავიდა. Imagine me outside with these glasses. I am ready to go. ორზე შვება. აი მეგობრო. ესეთები ვარ. ხო შავ-თეთრი ხო არ ჯობია. ხო ვინო ყველაფერი. აი მე არ შვება. არ გამოდის. აბა. მეგობრებო, როგორც მივხვდით, გამოფენა და მოკლედ უსაყვარლესია. რათა მომიგდანი და აღებს. უსაყვარლელია. ანუ ნახეთ, უსაყვარელია. მეგობრებო, როგორც მივხვდით, მოვედი ბაზარი ორბელიანზე ჩემს მეგობრებთან ერთად, ამოვედით ტერასაზე, სადაც უნდა მივირთვათ საჭმელი. დაველოდებით ჩემს მეგობარს, რომელიც შეყომდა. რაც შეეხება, ვიუს, ახლა გაჩვენებთ როგორი ხედი გვაქვს. ძალიან ხარი არ არის, რაც ძალიან გვიხარია. მეგობრებო, მოვიდა ჩემი საჭმელი 100 დღიანი როდენის შემდეგ. რომ ხელა. Okay. Cheers. შავი ბურგერი პირველად. დავუნჯდი. ფოლოვერებს. ნახე, ესე დამთავრე ვიდეო მეგობრებო. ნახე. აი. აი. ძალიან გემრიელია ხალხო. იმენა დამუნჯებული. ჩემი გუშინდელი ვარჯიში ამ ყველაფრით იქნება. თემურ მიშველე. ცხოვრებაში მიშველე. აი, გესმით მეგობრებო. ციან ჩემო მეგობრებმა რაც მჭირდება ცხოვრებაში. ესე უნდა გააზიელო ერთმანეთს. ამ ისტორიას მოყვება ტალახაძე. აი არ გამოგაჩენენ. მე აქ მოყვები ამაში. მიდი. კიდე თქვა პიცა. მე ვიქნები ჩავდე ჩანთაში. შეპერიცი ლაპარაკი მიდი. ჩავდე ჩანთაში და აყროლდა და შემოსყეს საჭინელის მიდგა. ამე და ნინა, ან ჩემი მეგობარი ნინა გაიცანით. აი. გადავწყვიტეთ რომ ამოსულიყავით და იმ ხმაურისგან თან ხარი ჩადგა. წეგან თან ხარი იყო და შეგვცივდა რაღაცა და იმიტომ მეტი წილი, იმიტომ ჩავედით შეგ. ეხლა რატო დავსხედით აქ? სალონური საუბრები გარეთ. აი რა შვებით. მოკლედ მე ვფიქრობ რა ეგეთი იდეა მქონდა რა ფილმები შევაფსოთ რომელიც რომელს ჯობია, ხო? დიახ. სანახი გვაქვს. მქონდა.
რაც იქნება რთული, იმიტომ რომ სხვადასხვა ფილმებს უყურებთ. და ნინა უყურებს ჭკვიანურ ფილმებს, სადაც ტვინი უნდა დაატანო და უნდა იაზრონო და მე უყურებ არანაირად. რაღაცა იდე ვიპოვე რა. პირველი კითხვა. აბა, ლეგალი ბლონდე თუ კლუელეს? კლუელეს. კაი ფილმია, უბრალოდ თვითონ ის რა ქვია, შინაარს რაც არის, რომ რაღაცა აი რომანი, რაღაცა რომანია რა, ხდება. დაძმის რომანი. ანუ ბოლოს რო უყურე და რომ მივხვდი რომ დაძმა ერთად იყვნენ კი მე ჩვენება თუ მე ვარ პირველი. ლეგალი ბლონდში უფრო პროფესიული კუთხეც ჩანს და მომენტ ეგეც კაი არა. იგი ვერ თანხდებით, მე უფრო კლუელეს. აი, კლუელეს ჯობია, მაგრამ ლეგალი ბლონდში თიმ ვარ. კი ბატონო, აბა The Notebook or Titanic. თქმა უნდა ნოუთბუქი მეგობრებო. მე არ მაქვს ნოუთბუქი, იმიტომ ეს დეპრესიულ ფილმს არ უყურებ. დამკვავი ტიტანიკიც ეგრეა, მაგრამ ტიტანიკი ისეთი ახლა ყველა მიცის და რა უკან ანახი მაქვს. გოგო არა ნოუთბუქი ძალიან კარგად მთავრდება, ის ბიჭი მიაღწევს მისაღწევს და იმ გოგოს დაიბრუნებს და მე მეგონა რომ და ტიტანიკში იძირებიან, კვდებიან და სასოწარკვეთილება. შემდეგი რა არის? 10 things I hate about you or how to lose a guy in 10 days. მე აი ახლა კომენტაროთ მეორე, ანუ ჩემი საყვარელი რომ კომია, ვაფშე აი ვაფშე არა საერთოდ ბოდიში. მეგონი მაგაზე მეც შეგითანხმდები. მეთიუ ახლა თავის მაკონა. ხო და რა ვიცი, თან ის კაბარათაც ეწყვითელი. How to lose guy in 10 days. ეხლა მაგარი შენი წამოვიდა high school musical or camp rock. Camp rock რომ ეს რომ Camp rock-ზე შემიძლია დავწერო წიგნი და ამიტომ ჩვენ ვიჩვენებთ Camp rock. გამოვა აუცილებლად ტომი 1. იმიტომ რომ სამს დაწერს. Kung Fu Panda or Shrek. Kung Fu Panda. Panda რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად ღირებული რაღაცებია. ანუ ბევრი ისეთი რაღაცა შეგიძლია ისწავლო Kung Fu Panda, რასაც Shrek-დან ანუ ვერ რა. ანუ Shrek-ი კარგად საყურებელია, კარგად მიდის, მაგრამ Kung Fu Panda უფრო ისეთია რა, გასწავლის რაღაცებს. Siumi Kung Fu Panda, ანუ არ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე. და ამიტომ Shrek-ს ავირჩევ, იმიტომ რომ Shrek-ი მაქვს ნანახი. ანუ ძალიან კაი იუმორი აქვს. ოღონდ ვფიქრობ, რომ adult ადამიანებისთვის უფრო არის Shrek-ი ვიდრე ბავშვებისთვის და Shrek-ში ხან გამახსენდა რაღაც კადრები. Frozen or Tangled. Tangled. მე ნახე ერთი ჯერ მაქვს. ნო, ეს Tangled რომელია? გრძელი თმარვა. ეგ მაშინ. Princess and the Frog or Mulan. Mulani. აი Princess და Frog-ი აი No. აყო, ანუ ჯვაკოსებს და თურმე იცი რომელი გადაიქცევა ანუ ის პრინცად გადაიქცევა, მაგრამ თურმე მაგ მულტფილმს რო ბავშვებმა უყურეს ეს რა ქვია, ბაყაყებს კოცნიდნენ და ძალიან ბევრი ბავშვი გადაიყვანეს ჰოსპიტალში მეგობრებო და მე რო ბავშვი ყოფილიყავ Tangled-ს მეყურებდნენ გადავკიდებდი ეს იმედან რა ქვია. ავატარი თუ დიუნი? რა თქმა უნდა დიუნი ხალხო, აი რა თქმა უნდა. ანუ ჩვეულებრივად თვალებში მქონდა, ანუ რავი, ახალი წელი, იმიტომ რომ ისეთი კაი იყო რომ ვნახე, რომ აი მეტი არ შეიძლება. მეგობრებო, ეს იყო ჩემი დღევანდელი დღე, ღამდება პროსტა აღარაფერი აღარ გამოჩნდება, იმიტომ რომ ჩემი კამერა ღამე ვეღარ ხედავ სამწუხაროდ და ესეც არა გვინთეს. ზუმერის გასაგონად, ყველაფერს ზუმერში ვყიდულობდა თუ შეიძლება. თუ შეიძლება. და მოკლედ, მადლობა ყურებისთვის. მოკლედ, ვინც აქამდე გვიყურეთ, დიდი მადლობა. მადლობა ყველას. დამასაბსქრაიბეთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოკლედ აი, ეს არ მივედია. აბა. ნუ ძალიანაც არ ბნეოდა ეხლა რა.